ცოლის არასრულწლოვანი შვილიშვილების გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 66 წლის კაცი ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო. ინფორმაცია თავად უნივერსიტეტმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული ზ.ა. დასაქმებული იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, თუმცა მას უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა. გთხოვთ დაეხმაროთ პატარა პაციენტებს, რომ არ გამოიაროთ ჩემნაირი ცხოვრება. 21 წლის პაციენტი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ბექაშონია ამბობს, რომ მისთვის უკვე დაგვიანებულია, მაგრამ იმისთვის, რომ სხვებმაც იგივე გზა არ გაიარონ, წამალია საჭირო. ჩვენთვის ყოველი წამი მნიშვნელოვანია, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ამბობს ახალგაზრდა, რომელიც 5 წელია სახლიდან ვერ გადის, რადგან მის კორპუსს პანტუსი არ აქვს. ირანულმა კადარღებმა ჰორმუზის სრუტეში სულ მცირე 2 სავაჭრო გემს ცეცხლი გაუხსნეს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა სრუტე ხელახლა ჩაკეტა. გემებმა კი იქ გავლას სცადეს. ამის შემდეგ მოჩთაფა ხამენეის X-ზე გავრცელდა განცხადება, რომ ირანის საზღვაო ფლოტი მზადა ამტრებს ახალი მწარე მარცხი მიაყენოს. ირანმა გუშინ გახსნილი ჰორმუზის სრუტე დღეს ისევ ჩაკეტა. ტრამპი ბევრს ლაპარაკობს, ასე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საიდ ხატიბზადე ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას. თუ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება არ შედგება, ტრამპმა ომის განახლება არ გამორიცხა. ირანთან დროებით ზავს ვადა 4 შაბათს გასდის.